მოგესალმებით, მე ვარ Forless Certilinis ადმინისტრატორი და ვიდეო გაკვეთილში გასწავლით როგორ დააყენოთ საიტზე პლეიერი, რომელშიც მხოლოდ ერთი სიმღერა იქნება და ეს ერთი სიმღერა იტრიალებს ყოველთვის. ესე იგი შევიდეთ საიტზე და ჩავთვალოთ კონსტრუქტორი. ვინმე თუ ეს ხდება კონსტრუქტორის მეშვეობით ჩვეულებრივ უცხოს დიზაინზე და ვინმე თუ ძლე დიზაინი გყენიათ დაწერეთ ხოვნებში და მე ძლე დიზაინზეც დავდებ ამ ვიდეოს ძლე დიზაინზე როგორ დავაყენოთ ეს პლეიერი. ესე იგი მივცეთ ბლოგის დამატებას ჩავსვათ ადგილზე და დავაწეროთ რაიმე სახელი. გადადეს შემდეგ მივცეთ აი ამას და ვიჯეტს. აქ მივცეთ აი ამას simple player და ჩავსვათ აქ მივცეთ select და ჩავსვათ სიმღერა. ეხლა მე სიმღერა არ მაქვს ატვირთული ფაილი მენეჯერში და ავტვირთავ. ვცეთ browse და ავტვირთოთ სიმღერა მაგალითად ეს. დავუბრუნდეთ ატვირთვას. აი სიმღერა უკვე აიტვირთა. ეხლა დავაჭიროთ ამას ხელი და დადგა სიმღერა. აქ შეგვიძლია ავირჩიოთ რამე სხვადასხვა რაღაცეები. ეს დიდი ტექსტის გამოჩენა და ეს არის autoplay. ეს თუ გათიშულია სიმღერა, როდესაც თქვენ მოგინდებათ, როდესაც ხელს ააჭერთ, მაშინ ჩაერთვება და თუ ანთებულია, და ავტომატურად ჩაერთვება. მე ახლა ავტომატურ ჩართვას დავაყენებ და მივცეთ A please. ახლა შევინახოთ კონსტრუქტორი. ახოთ როგორი გამოვიდა. აი როგორც ხედავთ, აქ უკვე არის და სიმღერა ავტომატურად ჩაერთო. ამით ეს ვიდეო კურსი დაასრულა. თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ, შემობრძანდეთ საიტზე და რატევით ვიდეო გაკვეთილის კომენტარების სახით. ნახვამდის.